მოგესალმებით. ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სირიის კონფლიქტზე. სირია ეს არის ის რეგიონი, რომლის დროსაც დაიწყო ყველა ის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც დღეს უკვე ჩვენ სახეზე გვაქვს. თურქეთმა დღეს რომელმაც დაიკავა სირიის გარკვეული ტერიტორია, აჩვენა საკუთარი სახე, გარკვეული ექსპანსიური ამბიციები პრინციპში გამოავლინა. ჩვენ ნახეთ რუსეთის პოლიტიკა, რუსეთმა ერთ-ერთი სამხედრო კამპანია უკრაინამდე დაიწყო სწორედ სირიაში და ის აქტიურად ცდილობდა სირიაში დამკვიდრებას, თუმცა ეს როგორ მოახერხა ეს საკითხია და რა თქმა უნდა დასავლეთი დასავლური ინტერესები. ამ ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ანალიტიკოსთან შოთა თხელიძესთან ერთად. შოთა, დავიწყოთ გენეზისით. ომი დაიწყო, სამოქალაქო ომი დაიწყო 2011 წელს და ის დაკავშირებული იყო არაბულ გაზაფხულთან. თავდაპირველად ეს იყო გარკვეულწილად რაღაცა საერთო დემოკრატიზაციის პროცესი. რა მოხდა ისეთი სირიაში, რაც მაგალითად არ მოხდა სხვა არაბულ სახელმწიფოებში, სადაც მოხდა კიდე ცვლილებები, მაგრამ არ მოხდა ესეთი საშინელი სამოქალაქო ომი, რომელმაც დღეს უკვე დღევანდელი მონაცემებით სადღაც 900,000 გამოდის, 306,000 სამოქალაქო პირი და 580,000 სამხედრო პირი შეიწირა, ხო? რა მოხდა, რატომ რა იყო ისეთი სირიაში, რამაც გამოიწვია აი 2011-დან დღემდე ეს შეუწყვეტავი სამოქალაქო ომი. არაბულ გაზაფხულს თუ დავაკვირდებით ზოგადად, არაბული გაზაფხული შეეხო იმ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ აფილირებული დასავლეთთან და რომელთა ხელისუფლებები არ იყო მეტნაკლებად დაკავშირებული დასავლეთთან. კონკრეტულად შეიძლება ვიგულისხმოთ შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. სამი საკვანძო ქვეყანა ეს იყო ლიბია, ეგვიპტე და სირია. შეიძლება მოვიაზროთ იემენიც და ტუნისიც, მაგრამ სამი საკვანძო ქვეყანა ეს იყო, რომელიც იყო მაგალითად ამოღებული, ასე ვთქვათ, სამიზნეში. ერაყის შემდგომ სირია და ლიბია იყო ორი ქვეყანა, რომელიც იყო ჩაკეტილი დასავლური ინვესტიციებისთვის, მათი ბაზარი არ იყო გახსნილი. აქ ნარჩუნდებოდა ეგრეთ წოდებული რაღაცა სოციალისტური ელემენტების მქონე სახელმწიფოები, ხელისუფლებები, ეს რაღაც ბაასისტური პარტიის ელემენტები, სადაც სოციალიზმი და ნაციონალიზმი არის გარკვეულად შეჯვარებული და რაც თავარია ეს ქვეყნები იყვნენ ასე ვთქვათ, ცივი ომის მემკვიდრეობის შემდგომ აფილირებული, მაშინ საბჭოთა კავშირთან და ასე ვთქვათ, აფილირებული მაშინ საბჭოთა კავშირთან. დასავლეთის ასე ვთქვათ ინტერესი და მის ასე ვთქვათ რეგიონში მათი პროტეჟის ისრაელის ინტერესი იყო, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც ასე ვთქვათ ინერციით შემორჩნენ ცივი ომის შემდგომ, ქვეყნებს რა გულისხმობ ხელისუფლებებს, ვთქვათ როგორც ვახსენე ასე ვთქვათ ნახევრად სოციალისტური სახელმწიფოს ასე ვთქვათ სადაც სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტი მინიჭებული და არ მაგალითად ბაზარს, ეს ქვეყნები უნდა საბოლოოდ გაეთიშათ და დაექვემდებარებინათ დასავლურ ინტერესს. ლიბია ასე ვთქვათ, ეს ყადაღებული кейსია, სადაც ასე ვთქვათ, მუამარ კადაფი და მასთან ასოცირებული სახელმწიფო იყო წამყვანი ძალა ზოგადად ქვეყანაში, ეკონომიკური ძალა იყო, რომლებიც უზრუნველყოფდა კეთილდღეობას და რაც თავარია, როგორც ვახსენე, ლიბია არ იყო გახსნილი დასავლური კაპიტალისტვის. სირია იყო ეს მეორე შემთხვევა და მანამდე ეს ზოგადად ერაყი იყო დასაწყისი ყველაფრის. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ერაყი იყო, არაბულ გაზაფხულს ვერ დავარქმევთ, შიდა პროტესტით არ დაწყებულა, თუმცა ესე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი ჯერ კიდევ ერაყში გადაიდგა და შემდგომ იყო ეს ასე ვთქვათ, აი ამ ასე ვთქვათ ცივი ომის მემკვიდრეობის დასრულება და ახლის დასაწყისის ცდელობა იყო. აქ არის რაღაცა ვერსიები მაგალითად მე ხარ როდესაც ვიძახი ამ ყველაფერს, ეს არის რაღაცა მხოლოდ ანალიზის შედეგად წარმოებული მსჯელობა, არამედ ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ნეოკონსერვატიული ფლანგის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებული ეგრეთ წოდებული, გეგმას ვერ დავარქმევთ ამას, არის რაღაც პოლიტიკის რაღაც რეპორტი 96 თუ 97 წელში მას ეწოდებოდა clean break. არის ქართულად როგორ შეიძლება თარგმნოთ მოსუფთავება. ხო, რაღაცა ესე. სადაც ზუსტად იყო აღნიშნული, რომ ისრაელის
შეერთებული შტატების და ისრაელის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში შემდგომ წლებში უნდა ყოფილიყო პირველი ერაყის გათიშვა, შემდგომ სირიის გათიშვა და ნუ შემდეგ ლიბანის. ნუ ეს დღესაც უყურებთ ასე შიიტური წინააღმდეგობის ქვეყნებს. ნუ ამ გეგმის ნაწილიც იყო სირიის თემა. ნუ არის ესეთი ვადაღებული მოსაზრება რომ იყო ასე ვთქვათ ყატარიდან გასადენის გაყვანის ასე ვთქვათ სურვილი, რომელსაც უნდა გაევლო საუდის არაბეთზე, იორდანიაზე, სირიაზე, მე შესულიყო თურქეთში და შემდგომ ამ გაზს უნდა მოემარაგებინა ევროპა, ნუ ამით ჩაიჭრათ რუსული გაზმომარაგება, თუმცა ეს სადაუსაკითხი ეს არ არის ასე ვთქვათ დადასტურებული სხვადასხვა ინფორმაციები თავის დროზე ასადმა ბოლომდე უარი ამ გასადენზე არ თქვა. დღევანდელი გადმოსახედიდან დღესაც საკმაოდ აქტიურად არის ამ საკითხზე საუბარი, რომ შეიძლება ეს პროექტი აღდგეს და განხორციელდეს, თუმცა საკმაოდ არავალიდური პროექტია ეს თვითონ ყატარის ინტერესებშიც არ შედის, მაგალითად რომ ეხა გასადენი გაიყვანოს, იმიტომ რომ პლუს ერთი რომ ეს საკმაოდ ხარჯიანია, მეორეს ერთი არანაირი უსაფრთხოების გარანტიები ამ გასადენს არ აქვს და მესამეს ერთიც უბრალოდ მარტივია, რომ ყატარს ურჩევნია, რომ ასე ვთქვათ თხევადი გაზი ამ ფასში გაყიდოს და უფრო მეტი მოგება ნახოს, ვიდრე ახლა ბუნებრივი გაზი პირდაპირ ბილით წავიდეს და შედარებით ნაკლები ფასი ექნება, ვიდრე ახლა LNG-ს ყიდის. თვითონ ახლა როგორც გამithარდა სირიაში კონფლიქტი, დასაწყისში რა იყო მცირე გამოსვლები, მცირე ნუ პატარა სხვადასხვა ქალაქებში, დიდ ქალაქებში არ იყო, მაგალითად ალეპოში გამოსვლა არ იყო, დამასკოში არ იყო, ჰამა და ჰომსი და უქმემოდ სამხრეთში ისრაელი გოლანის მაღლობებში, პატარა ქალაქებში, თუმცა ეს არ ყოფილა მასშტაბური გამოსვლები, მაგრამ ხელისუფლების პასუხმა გამოიწვია შედარებით აი აქციის მასშტაბების გაზრდა. რეპრესიული იყო. რეპრესიული, ნუ მეტნა კი კადრებიც არსებობს ამას, ცეცხლსასროლ იარაღსაც იყენებენ აქციების დასაშლელად. მართალი მაშინ მახსოვს ახლა მე რადგან ეს აქტიურად არ აკვირდებოდი ამ მოვლენებს. მაგში რასაც ძირითადად საინფორმაციო სივრცეების ქართული რასაც აჩვენებდნენ, გაზი, მოწალავე გაზი და ქიმიური იარაღზე იყო საუბარი. ეს იყო შემდგომი პერიოდი 2013-14 წლის პერიოდი, თუმცა ეს ფაქტებიც არ არის ბოლომდე დადასტურებული, ვინ და როგორ გამოიყენა ეს ქლორენის და ზარინის გაზი ძირითადად. ნუ ეს არის ვერსიები, რომ თვითონ ამბოხებულმა ისლამისტებაც გამოიყენეს, არის ვერსიები, რომ ასადმაც გამოიყენა, მაგალითად მაშინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას ჰქონდა ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ წითელი ხაზი, რომ თუ მაგალითად ქიმიური იარაღს გამოიყენებს ასადი, მაშინ შეერთებული შტატები ჩაერთვება ამ ომში, თუმცა როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მაშინ ასე ვთქვათ ეს დაპირება თუ რა შეიძლება დავარქოთ ახლა ობამას და მუქარა არ ახსრულდა, ხო. და შემდგომ ანუ კრიტიკული მომენტი იყო 2012-2015 წლები ასადის ხელისუფლებისთვის, რადგან ასე ვთქვათ ამ მომენტში მას მხარს უჭერდნენ მხოლოდ ირანის ისლამური რევოლუციური გუშაქთა კორპუსი და ნუ მეტნაკლებად ჰეზბოლა, თუმცა ეს არ იყო იმ დონის ხარდაჭერა, რომელიც ისინი შეძლებდნენ მთლიან ტერიტორიის ასე ვთქვათ გათავისუფლებას ისლამისტებისგან, ნუ გადამწყვეტი ფაქტორი იყო უკვე 2015 წლის სექტემბერში. სამდე გადავალთ ამაზე. თავიდან ვინც ესე იგი დაიწყო პროტესტი. ვინ იყვნენ ესენი? რა პოლიტიკური ძალა იყო ეს? საინტერესო. სირია არაბულ სამყაროში ითვლებოდა პრაქტიკულად ნუ ლიბანს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე სეკულარული არაბული ქვეყანა, ყველაზე ასე ვთქვათ მულტიკულტურული, მულტიეთნიკური, მულტირელიგიური შეიძლება ესე დავარქვათ, ქურთები, ბერძნები, დრუზებიც ბოლომდე მუსლიმები არ არიან, ნუ მაგრამ მასთან აფილირებული სექტაა. არის ეგეთი ისე მოსაზრება, რომ არაბები არ თვლიან არაბებად მაინც და მაინც სირიელებს. ხო, სხვათა შორის ბოლოს ახლა ამას წინათ უსმენდი, რომ მაგალითად ანუ არაბობა არ არის ეთნიკური განზომილება, არაბობა არის ლინგვისტური განზომილება. არაბულ ენაზე ვინც ლაპარაკობს, ის ითვლება არაბად და არა მაგალითად ახლა ტუნისელი არაბს და სირიელ არაბს საერთო ეთნიკურად არაფერი არ აქვს, გენეტიკურად რო ვთქვათ ჩავხედეთ, ხო? ანუ ენობრივი განზომილება მათი საერთო. ხო. ასეთ მრავალფეროვან, ასე ვთქვათ, ქვეყანას ასე ვთქვათ, რო შენარჩუნებული იყო, ასე ვთქვათ, სტაბილურობა, მას ჭირდებოდა ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალი. რატომ? სირია არის საკმაოდ ახალგაზრდა სახელმწიფო. ეს არის პოსტ-მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სახელმწიფო, როდესაც ასე ვთქვათ, საფრანგეთის სამანდატო დასრულდა და ნუ დამოუკიდებლობა
ფორმალური დამოუკიდებლობა, არა, შინაარსობრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა სირიამ და ნუ რითი ხასიათდებოდა სირია? ეს იყო პერმანენტული სამხედრო გადატრიალებები. შემდგომ იყო ეგვიპტესთან მიერთება 3 წლიანი ნასერის პერიოდში, შემდგომ ისევე გადატრიალებები, პრაქტიკულად პოლიტიკური სტაბილურობა ჰაფეზ ალ-ასადის პრეზიდენტობამდე სირიას არ ქონია. ჰაფეზ ალ-ასადი გახდა ეგრეთ წოდებული strongman-ი, ქართულად ძლიერი ლიდერი, რომელმაც უზრუნველყო აი ამ მრავალფეროვანი ქვეყნის სტაბილიზება, და როგორც სახელმწიფოს, როგორც პროექტის რეალობაში განხორციელება. მის ასე ვთქვათ, აი ბაასისტური პარტიის სეკულარულ, ნაციონალისტურ, სოციალისტურ იდეოლოგიას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა თვითონ შიდა ისლამისტურ ჯგუფებში. ყველა არაბულ ქვეყანაში არსებობს რაღაც ისლამისტური ჯგუფები, ისლამური მსოფლმხედველობის რაღაცა საზოგადოების ნაწილი. და იყო ასე ვთქვათ, მის მიმართ იყო წინააღმდეგობა 82 წელს მოხდა საკმაოდ დიდი ამბოხება ქალაქ ჰომსში, ამ ისლამისტების მიერ. და ეს ქალაქი მაშინ ასე ვთქვათ კრიტიკულად დაიბომბა, ქალაქის თითქმის ნახევარი მიწასთან მოსწორდა და მაშინ აიყო რომ ეს დაიწყო რეპრესიები ისლამისტების, ვისაც არ სურდა ეს ასე ვთქვათ ეს სეკულარული სირიის სახელმწიფო. და ეხლა როდესაც საუბრობენ ასე ვთქვათ ეს საკმაოდ ყბადაღებული საკითხია დამასკოსთან არსებული სედნაიას ციხე, რომლითაც ასადის რეჟიმის ბრუტალურობას ასე ვთქვათ ხას უსვავენ. ეს სედნაიას ციხე იყო ზუსტად ამ ისლამისტების დაკავებულთა ადგილი და იქ წარმოებდა ეს იყო ეს წამება თუ სხვადასხვა ესეთი რეპრესიული აქტები. როდესაც დაიწყო ეს აქციები, რა თქმა უნდა ეს შეიძლება ყოფილიყო სუფთა ასე ვთქვათ სამოქალაქო პროტესტი, მაგრამ ეს სამოქალაქო პროტესტი გადაიზარდა უკვე აი ამ ისლამისტების მემკვიდრეების ოჯახის წევრების შთამომავლების პროტესტად. ანუ ისევე შეიძინა შიდა პოლიტიკური განზომილება, ანუ ისლამისტური საზოგადოების ისლამისტური ნაწილი გამოდიოდა სეკულარული რეჟიმის წინააღმდეგ. ხო, ამ იდეოლოგიის აი ამ ამბოხებულთა გარშემო შეიქმნა 1000 წვრილი ეს ისლამისტური დაჯგუფებები, ხო, რომელთაც არ ჰქონდათ ერთიანი რაღაცა ქოლგა ორგანიზაცია არ არსებობდა, ყველა დამოუკიდებლად ებრძოდა რეჟიმს, ну ცალკე დამასკოს გარეუბნებში, ცალკე იქ ჰამასში, ცალკე ჰომსში, ცალკე ალეპოში და ცალკე ცენტრალურ ქალაქებში იქნებოდა ეს პალმირა და ცოტა მოგვიანებით ყალიბდება უკვე. ხო, უკვე მოგვიანებით ყალიბდება ისლამური სახელმწიფო, ჯერ ერაყში, ერაყი და შემდგომ გადადიან სირიაში. ეს იყო რაღაც ამ სხვა ჯგუფების გაერთიანება თუ ეს იყო არა ეს გარე ძალებიდან ეს იყო ერაყიდან წარმოებული ასეთი დაჯგუფება როგორც გახსოვთ ქალაქ მოსულში გამოაცხადა ისლამური სახელმწიფო შექმნა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ და შემდგომ ასე ვთქვათ ჯიჰადი დაიწყო სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ თუმცა ეს დაჯგუფებები მე რაც ჩამოთვალე რა ვახსენ ისინი ძალკე ოპერირებდნენ სირიაში უკვე შემდგომ მოხდა გაერთიანება სხვადასხვა ჯგუფების ალ-ქაიდას განაყოფი, ესე ვთქვათ, ჯაბათ ალ-ნუსრა, დღეს რასაც ჰაიათ აჰრილ არ-შამს უწოდებენ და მისი ლიდერი არის აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი. ამ მის ქოლგის ქვეშ მოხდა ყველას, ესე ვთქვათ, აი წვრილი ისლამისტური დაჯგუფებების გაერთიანება. ოღონდ ესეც არ ყოფილა ამ წვრილი დაჯგუფებების ნება, არამედ ეს იყო უკვე რუსული ჩართულობის შედეგი, როდესაც, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ამბოხების წერტილებში რუსებმა მოახერხეს მათი განდევნა და მოხდა მათი ისლამისტური დაჯგუფებების ლოკალიზება ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ანუ იდლიბის რეგიონში და შემდგომ მოხდა ამ იდლიბის რეგიონში აი ისლამისტური დაჯგუფებების გაერთიანება. ნუ აქაც რაღაცა გლური კანონები არსებობდა, ვინც ყველაზე ძლიერი იყო, იმან მოახდინა, ასე ვთქვათ, სუსტების ჩაყლაპვა და გაერთიანდნენ ჰაიათ აჰრილ არ-შამის ქოლგის ქვეშ. და ისინი თურქეთი მოდი ხა ესე ვთქვათ ცოტა გასაგები რო გახდეს ყველა მოდი რაღაცა მეზობელი სახელმწიფო ჩამოთვალოთ და მათი რაღაცა ინტერესი ამ რეგიონში მოდი დავწოთ თურქეთით თურქეთს ჰქონდა და დღესაც აქვს უკვე გავლენები შეიჭრა პირდაპირ სირიაში თურქეთის ინტერესი და თურქეთი რა ძალებს ეყრდნობოდა სირიაში. კი ბატონო, სანამ მაგას უპასუხებ, წენა რაც ვახსენე, იყო დასავლეთის ინტერესი სირიის გათიშვის, ხო?
არსებობდა ასე ვთქვათ სპეციალური ოპერაცია, CIA-ის ოპერაცია, რომელსაც ეწოდებოდა Timber Sycamore, ამის ქართული თარგმანიც უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ არასდროს დაწერილა მედია სივრცეში, ან სოციმედია სივრცეში ამის შესახებ. Timber Sycamore იყო ესეთი ოპერაცია, ასადის ჩამოგდების ოპერაცია და ვინ იყო ახლა ამ ოპერაციის შემსრულებელი? Ну, რა თქმა უნდა, იგი არსებობდა შეერთებულ შტატებში, ფინანსები იყო საუდის არაბეთის. მებრძოლების, ასე ვთქვათ, წრთნა და აღჭურვა იყო თურქების, თურქეთის ტერიტორიაზე და შეიარაღება იყო ნატოსი, თუ სწორად მოხსოვს, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შედიოდა იარაღი თურქეთში აი ამისათვის. Ну, დასაწყისში პირველი 2 წელი იყო, ასე ვთქვათ, ეს ფინანსური მხარე საუდის არაბეთს ქონა ჩაბარებული, თუმცა მე გავიდა ამ თამაშიდან საუდის არაბეთი და ყატარი ჩაერთო და 2013 წლიდან ძირითადად ყატარი აფინანსებს აი ამ წინააღმდეგობის ისლამისტურ დაჯგუფებებს. Ну, ძირითადად ესეთი აი ამ შემსრულებლები იყვნენ ყატარი და თურქეთი. თურქეთი იყო, ვის ტერიტორიაზეც ხდებოდა აი ისლამისტების წრნა, აღჭურვა და შემდგომ უკვე შესვლა სირიის ტერიტორიაზე, ყველაზე დიდი საზღვარი სირიას აქვს თურქეთთან. თურქების ინტერესი საკმაოდ 180 გრადუსით შეიცვალა სირია-თურქეთის ურთიერთობა, 180 გრადუსით შეიცვალა მანამდე 1999 წელს. როდესაც დაიდო ადანას ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის, მანამდეც არ ჰქონდათ კაი ურთიერთობა ჰაფიზ ალასადს და მაშინდელ თურქეთის პრემიერ-მინისტრებს, რატომ სირია იფარებდა ქურთულ ამბოხებულებს, PKK-ს, ოჯალანს და ეს იყო თავარი განხეთქილების საკითხი და ადანას ხელშეკრულებით სირია დათანხმდა, რომ ოჯალანი გადაეცათ თურქებისთვის და ნუ მაშინ ასე ვთქვათ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა ორ ქვეყანას შორის და კეთილმოზიდვიური ურთიერთობა დაიწყო. ესეთი კადრებიც არსებობს, ერდოღანი და ასადი ერთად ისვენებენ ანტალიაში ოჯახებით და საკმაოდ ესეთი მოჩვენებითად თბილი ურთიერთობა ჰქონდათ და ნუ 12 წლის თავზე ისევე 180 გრადუსით შეიცვალა ეს ურთიერთობები და ნუ ასე ვთქვათ ნეოოსმალიზმის იდეის ქოლგის ქვეშ მოხდა ასე ვთქვათ აგრესიული პოლიტიკის წარმოების დაწყება სირიის ვთქვათ მიმართულებით თურქების მხრიდან. კონკრეტული მიზანი ხო, ანუ იდეოლოგიური მიზნების გარდა პოლიტიკური მიზნები აი საკმაოდ რთულია ამის თქმა რა პოლიტიკური მიზნები აქვს თურქეთს სირიაში ხო? მაგალითად ეხლა დღევანდელი სიტუაციაც განვიხილოთ. ერდოღანის მიზანი არ ყოფილა სირიის აი ასადის რეჟიმის სრულად ჩამოშლა. თავდაპირველად მიზანი იყო მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება ალეპოს ალყა. პოლიტიკური მიზანი რა იყო? ვთქვათ მას უნდა და ასადთან დალაპარაკება, შეთანხმება, ურთიერთობების ნორმალიზება და ნუ ახლა რა დონეზე მივიდოდა ეს არ ვიცით, მაგრამ მას სურდა საუბარი. მთელი გასული წელი ჩვენ გვესმოდა ერდოღანის განცხადებები, რომ მინდა შევხვდე ასაც, მაგრამ ასადის მხრიდან იყო ასე ვთქვათ ყრუ უარი. კატეგორიული უარი, იმიტომ რომ სანამ არ დატოვებს თურქული ჯარები სირიის ტერიტორიას, სასაზღვრო-ზოლს, მანამდე მე მას არ შევხვდები და სირიულ საზოგადოებაში მთავარ მტრად აღიქმება თურქეთი და ეს ოსმალური იდეოლოგია და ეს ვთქვათ სახალხო ნებას გამოხატავდა ამ შემთხვევაში ასადი თურქებთან მიმართებაში. ამას საკმაოდ ვთქვათ აძალებდა რუსული მხარეც. რუსებსაც სურდათ, რომ თურქები და სირიელები ადრე თუ გვიან ასე ვთქვათ რაღაც კონფიგურაციაზე შეთანხმებულიყვნენ და რუსული ზეწოლის მიუხედავადაც კი ასადი არ იყო თანახმამაზე. ზოგადად, ასადის პრობლემა ის იყო, რომ ეს არის საკმაოდ რიგიდული პერსონა, საკმაოდ იდეოლოგიზირებული პერსონა იყო, რომელსაც აკლდა გარკვეულწილად მანევრირების უნარები, გარკვეულ პრაგმატულობის უნარები და ასე შემდეგ. საბოლოოდ რეტროსპექტულად რო შევხედოთ, მისი პრობლემაც ეს აღმოჩნდა, ხო? მან ვერ მოახდინა ვერც ირანელებთან ურთიერთობების ისე დაალაგება, რომ ასე ვთქვათ, შენარჩუნებულიყო მის ხელისუფლება ვერც რუსებთან და ვერც არაბებთან, სპარსეთის ყურის არაბებთან და მოხდა ისე, რომ ამას შეიძლება თალკე, როდესაც დღევანდელობა შევეხებით ვისაუბრო, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. დღეს ვხედავთ რას? თითქმის პრაქტიკულად მთელი სირია გადავიდა თურქული გავლენის სფეროში. მაგრამ ეს არ არის შეიძლება შევაფასოთ ასე, რომ ეს არ არის ბენეფიტი თურქებისთვის, პირიქით ეს არის დამატებითი პრობლემები, რომელიც არ არის განსაზღვრადი. ეს არის მთავარი პრობლემა.
არის რაღაც ქაოსური პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც რაში გადაიზრდება, ჯერ არავინ არ იცის. როგორც მივხვდი ხა ბუდუში ესე იგი ერდოღანის მიზანი იყო სირიაში ის რომ ქურთული პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოეგვარებინა. ქურთული პრობლემა კიდე სხვა თემა არის. ეს შეიძლება ანუ ქურთები ზოგადად ყოველთვის თამაშგარე მოთამაშეები იყვნენ. ქურთები ცხოვრობდნენ სირიაში, მაგრამ ქურთებს არ ჰქონდათ მოქალაქეობა სირიის. ანუ სირიაშიც ასადის რეჟიმის მიერ ქურთებიც იყვნენ რეპრესირებულები. კი, ანუ მათ არ ჰქონდათ მოქალაქეობა, მათზე არ ვრცელდებოდა სახელმწიფო სოციალური პროგრამები. მხოლოდ 2011 წელს მიცა ასადმა მას მოქალაქეობა და ნუ ზოგადად ასე ვთქვათ ცალკე. ანუ როგორ იყოს თვითონ რუსები თხოვდნენ ასაც რომ გარკვეული კულტურული ავტონომია მაინც მიეცა რა ქვია ქურთებისთვის. ამაზე წინააღმდეგი იყო თურქეთი და თვითონ ასადიც. მოკლედ ეს ქურთების საკითხი საკმაოდ ესეთი გადაუჭრელი პრობლემაა, რომელიც ეხაც წავე დგას, ხო, როგორ განვითარდება მათი. აი, მაშინ ესე გავაკეთოთ. ესე იგი ნეოოსმანიზმის იდეა ერთი, ესე გაშლა და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ესე იგი იშლება შემეზობლად და გააქვს იმის შანსი, რომ რაღაც გარკვეული ტერიტორიული ექსპანსია აწარმოო. ამას იყენებ. ხო, აი მაგალითად ახლა ჩვენ თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ განზომილებას, სირიას არ აქვს რაღაცა ესეთი განსაკუთრებული რესურსი, რითაც შეიძლება ომი დაიწყოს მის წინააღმდეგ ქვეყანა. ანუ გულისხმობ თურქეთს, ხო? კი აქვს ნავთობი, მაგრამ ეს არ არის ის მოცულობები, რაც შეიძლება თურქეთს აინტერესებს. მაგალითად, ერაყს აქვს გაცილე 10 ჯერ მეტი რესურსი, ვიდრე ზღვა თურქეთს სამი ზღვა გარშემო. ხო, შემთხვევაში ნუ თუ სირიას აქვს მარცვლეულების, მაგრამ აი ესეც არ არის ის მასშტაბი, რითაც შეიძლება ახლა თურქეთმა ომი დაუწყოს. ხო, ამიტომაც ვამბობ, რომ ერდოღანის ინტერესი სულაც არ ყოფილა ახლა სირიის მთლიანად ასე ვთქვათ დაპყრობა ან რაღაც საკუთარი რეჟიმის შექმნა იქ, რაღაც გარკვეულწილად მის პოლიტიკას დამორჩილებული ხელისუფლება სურდა, ეს ხო თავარი. გადავიდეთ ისრაელზეც. ისრაელის ინტერესი. ნუ ის რომ სამხედრო ინტერვენციებს, ნუ საჰაერო დაბომბვებს აწარმოებდა ისრაელი სირიაში, ეს არაერთხელ ნახეთ კადრებით. რა ინტერესი აქვს? ნუ გასაგებია, ჩვენ ვიცით ისტორიაც, რომ რამოდენიმე ომში სირია ეომებოდა ისრაელი, მაგრამ გავიდა დიდი ხანი. ეხლა რა ინტერესი აქვს ისრაელს სირიაში? რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არც ისრაელის ინტერესი არ ყოფილა ასადის რეჟიმის დამხობა, პირიქით მას სურდა, რომ ის შენარჩუნებული იყო, ოღონდ დასუსტებული. რატომ ასადი იყო საკმაოდ ასე პროგნოზირებადი, როგორც ვახსენებ, პროგნოზირებადი პოლიტიკოსი, რომლისგანაც საფრთხე არ მოდიოდა ისრაელის, ანუ კონკრეტულად სირიის უშუალოდ სირიიდან ისრაელზე საფრთხე არასდროს ყოფილა ბოლო 30-40 წელიწადია. ვერ საუბრობენ ხოლმე, ხო, გოლანის მაღლობები 91 წელს მოახდინა ანექსია, ნუ 43 წელი გავიდა და ერთი კენჭი არ უსვრია თუ ისრაელის მიმართულებით სირიიდან. მთავარი мотиваცია აქ იყო რა, რომ სირიაში არ ყოფილიყო ირანული სამხედრო ბაზები, საფრთხელო ბაზები და რაც თავარი არ ყოფილიყო ეგრეთ წოდებული შიიტური წინააღმდეგობის ძალების, ასე ვთქვათ, ღერძი გაწყვეტილიყო. ანუ ჰეზბოლას მომარაგება ერაყი სირიიდან ლიბანში არ მოხდარიყო. ეს იყო მთავარი мотиваცია. თუ დავაკვირდებით თვითონ ისრაელის ასე ვთქვათ, საჰაერო ოპერაციებს, ის ბომბავდა ძირითადად აი ამ ლოჯისტიკურ წერტილებს, სადაც იყო ირანული სამხედრო, ასე ვთქვათ, საწვრთნელი ბაზები, სადაც იყო ეს რესურსები, ტყვია წამალი მომარაგებული და ასე შემდეგ. ანუ უშუალოდ სირიის რაღაც ჯარებზე მე მგონი არც მიუტანია, ასე ვთქვათ, იერიში აი ამ დაბომბებისას. ანუ ხო, ანუ ჩვენ ცოტა სასაკომიკური სიტუაცია გვაქვს. ანუ რეალურად სირიის ასადის რეჟიმის დამხობა არც თურქების ინტერესში იყო, არც ისრაელის ინტერესში, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ანუ ეხლა არიან ორივე ეს სახელმწიფო ფორს-მაჟორში. ფორს-მაჟორში გულისხმობ იმას, რომ უბრალოდ გეგმები აირია, ანუ რაც ასე ვთქვათ, რაღაცა პროგნოზირებადი პოლიტიკები ქონდათ გათვლილი ხო სირიის მიმართ, ეხლა მთლიანად აირია, ეხლა არავინ არ იცის რა მოხდება, ხო? კი, მაგალითად ეხლა ეს ალ-ჯულანი, ხო? არის თურქების გავლენის ქვეშ, მაგრამ თვითონ როგორ განვითარდება მოვლენები სირიაში საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ის ანუ ეს ჰაია თაჰრირ ალ-შამის არ არის ერთი მონოლითური ორგანიზაცია, ხო? იქ არის, როგორც ვახსენე, რამდენიმე სხვადასხვა დაჯგუფება, ზოგი არის უზბეკები, ზოგი არის ჩეჩნები, ზოგი არის უიღურები,
ზოგი სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდან მათ საკუთარი ინტერესები აქვთ, ეხა მათი ნორმალიზება სახელმწიფოს სტრუქტურებში და ზოგადად სახელმწიფოს სკოლის ქვეშ საკმაოდ რთული პროცესი იქნება. მათ სხვა ინტერესები აქვთ და სხვა ცხოვრების წესი. მოდი ახლა ირანზეც ვისაუბროთ. ირანის ინტერესი. ნუ გასაგებია რომ ირანს რაღაც შიიტური ძალების გაძლიერება ახდენს და ანტიიზრაელური პოლიტიკა აქვს. მაგრამ აი კონკრეტულად ესე იგი რატომ გაყო იმ შარში თავი, რასაც სირია ქვია? ირანმა? ირანმა. სირიას ირანს ყავდა მხოლოდ ერთადერთი არაბული მოკავშირე ქვეყანა, ეს იყო სირია. გულისხმობ ისლამურ, რაც შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა, ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჰაფეზ ალ-ასადი ეხმარებოდა თვითონ ირანის ომშიც კი ირანელებს. ან ესეც ასე ვთქვათ, ცივი ომის მემკვიდრეობა იყო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა და რაც თავარია, სირია იყო პრაქტიკულად ერთადერთი არაბული ქვეყანა, სადაც შიიტური სექტა ალავიტები იყვნენ ხელისუფლებაში, ხო? ერაყში იყო სუნიტი ჰუსეინი, დანარჩენი ან სუნიტური ქვეყნები, ლიბანშიც ასე ვთქვათ, საკმაოდ ჭრელია იქ კი არის ჰეზბოლა, მაგრამ სრული ძალაუფლება ჰეზბოლას პოლიტიკური არ აქვს. ანუ ეს ძირითადად ეს ორი გამსაზღვრელი იყო ამ ორი ქვეყნის მეკავშირეობის. ეს წინააღმდეგობის შიიტური წინააღმდეგობის რკალი ეს უკვე თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შედეგია. ბოლო 15 წლის, როდესაც ეს ცნობილი ყასემ სულეიმანი, ყუდსის ძალების ლიდერი ვინც იყო, მან შექმნა ეს, ასე ვთქვათ, ამას უწოდებენ forward defense system, ანუ წინსწრები დაცვის ხაზი. ანუ ირანზე საფრთხე სანამ მივა ისრაელის მხრიდან, ხო, ან შეერთებული შტატების მხრიდან, მანამდე არის ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ეს ძალები, რომელთანაც გამკლავება მოუწევს ირანის მოწინააღმდეგეებს, ხო, ეს პროქსი ძალებს, რასაც ეძახიან. ნუ მათ შორის ერთ-ერთი ცენტრალური და ბირთვული იყო, ასე ვთქვათ, სირია, მაგრამ ამ შემთხვევაში თავარი კრიტიკული მოცემულობა ირანისთვის არის ეს, რომ აი ეს forward defense system პრაქტიკულად ჩამოშლილია და მეორე მისი თავარი მოკავშირე ლიბანში, რითაც ახდენს ზეწოლას ისრაელზე, მისი მომარაგების საკითხი დგას დღის წესრიგში, ჰეზბოლას გულისხმობ, იმიტომ რომ სახმელეთო გზები პრაქტიკულად გადაჭრილია და საზღვაო გზებიც საკმაოდ ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიდევ ერთი დამავიწყდა თურქეთის შემთხვევაში, რატომ არის ტვირთი ეს სირია, ვიდრე ასე ვთქვათ, ბენეფიტი თურქებისთვის. ირანი იყო ქვეყანა, რომელიც თან საერთაშორისო სანქციების ქვეშ ყოფ სირიას და ამერიკული ოკუპაციის ქვეშ ყოფ სირიას, სადაც ძირითადად ნავთობ რესურსების ოკუპაციას ახდენდა, მის ენერგოსისტემას ამუშავებდა ირანი. ტანკერებით შექონდათ ნავთი. ეხა ეს მომარაგება შეწყდა. ანუ სირიის თვითონ ენერგოსისტემა ეხა არის, არ ვიცი, ვიზია დამოკიდებული, ეს უნდა უზრუნველყოს თურქეთმა, რაც მისთვის ამ შემთხვევაში რთულია, იმიტომ რომ თურქეთი არ არის ნავთობწარმოებელი ქვეყანა, საიდან შევა, როგორ შევა. ანუ ეკონომიკური სიტუაცია რაც იყო სირიაში, რთული, ხო? საკმაოდ უკვე დაბალი შემოსავლები იყო, ხო, მაგალითად ესეთი ინფორმაციებიც ვრცელდებოდა, რომ გენერლის ხელფასი დაახლოებით $40-50 იყო. რაღაც ჯარისკაცი $10-15 რაღაც, ხო? ну წარმოიდგინეთ ახლა რა ხელფასები იქნება და სხვა პროფესიების. ანუ ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ანუ რაღაც ის სანქციები რაც ქონდა დაწესებული, ეს კეისრის სანქციები, ცეზარის სანქციები და სავლეც ის სანქციები ჯერჯერობით ნარჩუნდება 4 წლით გადაავადა კონგრესმა თუ სწორად მახსოვს. მე შეგეთქვა, აი კიდევ ერთი ფაქტორია კონფლიქტში, რუსეთი. ну ოფიციალურად მე რაც მესმის, რომ ეს ბაზა არის ერთ-ერთი საზღვაო ბაზა არის, რომელიც მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, მაგრამ საზღვაო და ავიაბაზა, ორი საზღვაო და და დღეს ესე იგი ამ ბაზების ბედი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა საუბარია იმაზე, რომ შეიძლება მოლაპარაკებებით დარჩეს ეს ბაზები. ამ ბაზების გარდა კიდე რა ინტერესი გქონდა რუსეთს? ხო, ეს საინტერესო თემა სირია რუსეთის ურთიერთობაც ესეც არის ცივი ომის მემკვიდრეობა, როდესაც საბჭოთა კავშირი სჭირდებოდა ძალის პროექცირება ახლო აღმოსავლეთში და მაშინ შეიქმნეს ტარტუს საზღვაო ბაზა და ხმეიმიმის საჰაერო ბაზა. სხვადასხვა ქალაქებში არის ეს. მაგრამ თანამედროვეობაში ეს რამდენად იყო, ხო, მაშინ რატომ იყო საჭირო? ეს ტარტუს ბაზა
აკონტროლებს ორ ნატოს მსხვილ ბაზას. ერთი არის კვიპროსზე ბრიტანელების საზღვაო ბაზები და გვერდზე არის თურქეთში ინჯილიყის სამხედრო ბაზა, სადაც ამერიკელებს აქვთ ბირთვული ქობინები. მაშინ ეს ამ ტარტუს ბაზათი ეს სავარაუდოდ კონტროლდებოდა. მაგრამ რეალურად ეხა ეს საჭიროება არ არის, მე მგონი ამათი კონტროლი ხდება უკვე შავი ზღვიდან სარადარო სისტემებით. რა ინტერესი ქონდა, ანუ რეალურად კი რა თქმა უნდა რაღაცას რო გააქვს და კარგავ დანაკარგია, მაგრამ რამდენად არის დანაკარგი, ანუ რა ღირებულებას კარგავ, ესაა მნიშვნელოვანი, ხო? გარდა ამ ბაზებისა, სირიაში რუსებს პრაქტიკულად აქტივი არ ქონიათ. წლების განმავლობაში რუსები თავაზობდნენ ასაც შემდეგ, ასე ვთქვათ, ესეთ პარტერს, რომ რუსები თავიდან ბოლომდე შეიარაღებდნენ სირიულ არმიას, გაწვრთნდნენ, დააფინანსებდნენ, ანუ განახლებას მოახდენდნენ, ოღონდ ასადის რეჟიმს უნდა მიეცა შესაძლებლობა, რომ გარკვეულ სექტორებში მოეხდინა რუსებს ინვესტიცია. ამ შეთანხმებაზე უარი თქვა ასადმა. ანუ რეალურად არანაირი რაღაცა საინვესტიციო ეკონომიკური, ფინანსური, არანაირი აქტივი რუსებს იქ არ ქონიათ. გარდა ეს ორი ბაზა. და რაღაც ანუ მაშინაც 2015-ში, როდესაც მათ გადაწყვიტეს ჩართვა ამ კონფლიქტში, ერთადერთი მოტივი მაშინ იყო ტერორიზმის განეიტრალება, იმიტომ რომ მაშინდელ ისლამურ სახელმწიფოში ძალიან ბევრი იყო ჩრდილო კავკასიიდან წასული, გახსოვს ბევრი ლიდერიც. ანუ თავარი мотиваცია მაშინ იყო, ეს იყო. ბოდიში, რამდენად რეალისტურად ჩანდა ის პროპაგანდა, რაც რუსეთში წარმოებდა, რომ ეს უშუალოდ რუსეთისთვის იყო ეგზისტენციალური საფრთხე, თუ კი სირიაში მოიკიდებდა ფეხს, ის აუცილებლად ჩრდილოეთში გადავიდა. ანუ რისკები არსებობდა, მაგალითად ტრანზიტული ქვეყანა ჩვენც ვიყავით მაშინ, ეს ოფიციალური ციფრები არ არის, მაგრამ სადღაც 100-დან 120-მდე ადამიანი წავიდა, მე მგონი პანკისის ხეობის გავლით, მაშინ ისლამურ სახელმწიფოში ჩაეწერა დებრძოლა. აჭარიდანაც იყო რამდენი ადამიანი, რომელსაც ვიდეოები ჩაწერეს, ამიტომ ეს რისკები არსებობდა, იმიტომ რომ თავარი ტრანზიტული ქვეყანა მაინც თურქეთი იყო. თურქეთიდან რუსეთში მოხვედრა არ არის რთული საქმე. ამიტომ ეს რისკები არ იყო. მით უმეტეს მაშინ ლიდერშიპში იყვნენ ეს ჩეჩნური წარმომავლობის, დაღესტნური წარმომავლობის ადამიანები მაშინ ისლამურ სახელმწიფოში. ხო, რისკები არსებობდა ყოველ შემთხვევაში. მაშინ რუსებს ასევე ჭირდებოდათ ძალის პროექცირება, ყირიმის ანექსიის შემდგომ ახალი სანქცირებული ქვეყანა იყო, ეგრეთ წოდებულად გარიყულის სტატუსი ჰქონდა და უნდოდა აი ამ ვთქვათ, გარიყულობის დაძლევა და საკუთარი ძალის ჩვენება. ეს ვთქვათ, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე მოხდა ის მაშინ რაც მოხდა. ხო, ეს ორი ბაზა რამდენად შენარჩუნდება და რა შინაარსით უნდა შენარჩუნდეს, პრაქტიკულად ამაზე პასუხი არ არსებობს. სავარაუდოდ თვითონ რუსების მხრიდანაც არის სურვილი, რომ დატოვონ იქაურობა, იმიტომ რომ უბრალოდ აზრს ვერ ხედავენ, რომ იყოს ეს ბაზები. ძირითადი მიმართულება არის ასე ვთქვათ, ლიბიაში გადაყვანაზე, ხო? ერთი დანიშნულება ჰქონდა, რომ აფრიკაში მიმავალ სავაჭრო გემების, ასე ვთქვათ, შესასვენებელი ადგილი იყო ტარტუ რუსული სავაჭრო გემების, თუმცა ეს ფუნქციაც რეალურად მაშინ უკვე დაკარგული ჰქონდა ამ პორტებს. კარგი, მოდი ახლა დაუბრუნდეთ უკვე თანამედროვებას. რაღაცნაირად თითქოს ძალიან სწრაფად მოხდა ჩამოშლა ასადის. აი წარმოუდგენლად სწრაფად მოხდა და უცბად რა ბაიზდერმანის ისეთი გუშინდელი ტერორისტი, ხო? აჯულანი ხდება ისეთი ადამიანი, რომელსაც დასავლეთი ელაპარაკება. ხო და აი მე ჩემთვის რა სიმართლეა ცოტა რთულია გავიგო ვინ ვისკენ არის და ვინ ვის ებრძვის საბოლოო ჯამში. ხო და მოდი ჯერ აჯულანზე ერთი-ორი სიტყვა გითხარი ვინ არის რა პოლიტიკას აწარმოებს, იმიტომ როგორც კი მოვიდა თქვა რომ ისრაელს მე ვაღიარებო, ხო? რაღაცა ესეთი პოლიტიკა. და ასე შემდეგ და მე დავიწყოთ იმაზე საუბარი, რა პერსპექტივა აქვს ზოგადად მას. ერთი შეკითხვა, რატომ ჩამოიშალა ესე მარტივად და მეორე ვინ არის აჯულანი? ხო, აი ეს რატომ ჩამოიშალა ეს იყო მცდარი რეგიონული პოლიტიკის მიზეზი, რომელიც აწარმოა ასადმა. როგორც ვახსენე, მან ასე ვთქვათ, ვერანაირ ასე ვთქვათ, ხელშესახებ და მომგებიან გარიგებას ვერ მიაღწია რუსებთან, ერთი, ანუ რუსებს არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ სირიაში.
მეორე მან თან დაიწყო ასე ვთქვათ ირანელებთან ურთიერთობის გაცივება იმ გაგებით რომ სპარსეთის ყურის არაბული სამეფოები მას შეპირდნენ მსხვილ ინვესტიციებს დაფინანსებას ეკონომიკაში ასე ვთქვათ თანხის შედანას დანგრეული ქალაქების აღდგენას იმ პირობით თუ ის ასე ვთქვათ ირანელებთან ურთიერთობას გააცივებდა და გარკვეულ ასე ვთქვათ სამხედრო დანაყოფებს ირანულს აიძულებდა დაეტოვებინა სირია ამაზე დათანხმდა ასადი ამის შედეგი იყო რომ სირია დააბრუნეს არაბულ ლიგაში და ბოლო 2 წელიწადია საკმაოდ უმახიანად გამოდიოდა არაბული ლიგის სამიტებზე. ანუ ის ელოდა სპარსეთის ყურის არაბული სამეფოებიდან აი ამ ასე ვთქვათ საკუთარი ლეგიტიმაცია არ ქვია. ნუ რეჟიმის შენარჩუნებას. მაგრამ როგორც აღმოჩნდა არასწორი გათვლა იყო, იმიტომ რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები არ არიან, ასე ვთქვათ, ძალის მქონე ქვეყნები, მათ მხოლოდ შეუძლიათ რაღაც ფინანსური ბენეფიტები, ასე ვთქვათ, გასცენ და როდესაც ასე გასცეს ისე სხვადასხვა. ხო, ეს საკითხავია, გასცეს თუ არა, სავარაუდოდ არა. და ნუ ბოლოს, როდესაც საფრთხე გაჩნდა, ის ქვეყნები, რომელთანაც უარი თქვა მან ახლო ოპერაციაზე, იმ ქვეყნებმა უთხეს, რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს დაპირებაზე, რაღაც 64-ის დაპირებაზე რო ეხა ომი დამთავრდება და ესე რეალური ძალა თუ არა გაქვს უკან. ხო, ეს იყო, თან მე თუ მეტის გაკეთდეს თანამედროვე. სხვა შორის ეხა მე საარქივო რაღაც კითხულობდი სტატიებს და ყასემ სულეიმანი, როდესაც იბრძოდა, ასე ვთქვათ, მისი ყუდსის ძალები სირიაში 2012-13 წლებში, მაშინაც კი აკრიტიკებდა სირიის არაბულ არმიას, რომ მათ არ იციან ბრძოლა, როგორ გაუმკლავდნენ საქალაქო პარტიზანულ ბრძოლებს და ასე შემდეგ და მაშინაც აკრიტიკებდა. ნუ აი ეს კრიტიკა დავინახეთ, რომ ნუ ვერანაირი წინააღმდეგობა, ასე ვთქვათ, არმიამ ვერ გაწია. ხო, რაც შეეხება ხა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის, იგივე აჰმად ალ-შარას, ვინ არის ეს ბატონი? ეს არის ერთ-ერთი დამფუძნებელი არა, მაგრამ ახალგაზრდობიდანვე ის ჩაეწერა თუ სწორად მახსოვს 99 წელი ან 2000 წელი იყო ალ-ქაიდაში. და ის იყო ეს ალ-ქაიდას ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ძირითადად ოპერირებდა ერაყში. და იყო, ასე ვთქვათ, აიმან ალ-ზავაჰირის, ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერის ხელმარჯვენე და ხელის ბიჭი თუ როგორ დავარქვათ. ნუ მასზე დაქვემდებარებული პირი, რომლის ძირითადი საოპერაციო ქმედებები იყო მანქანების, ავტომობილების დეტონაცია ქალაქში და ესეთი ტერორისტული აქტების მოწყობა, რომელიც თვითონ ბევრი ამბობს, რომ თვითონ ეს ზავაჰირიც არ იყო ასეთი აფეთქე, ანუ ასეთი ბრძოლის მეთოდების მომხრე. შემდგომ მოხდა მისი დაახლოება აბუ ბაქარ ალ-ბაღდადისთან, ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია ალ-ჯულანი. შემდგომ მოხდა მათთან, ასე ვთქვათ, გაყოფა. 2015-16 წელს მან ასე ვთქვათ, ცალკე ასე ვთქვათ, გადავიდა სირიაში და რაღაც გარკვეული უთანხმოების შედეგად შექმნა ეს ჯაბჰათ ალ-ნუსრა, ანუ სირიის ფრონტი, არაბული და რო თარგმნოთ. და ეს ჯაბჰათ ალ-ნუსრას მემკვიდრეა ის ორგანიზაცია, ვის ლიდერიც ახლა არის ეს ჰაიათ თაჰრარ ალ-შამი. ანუ ეს ადამიანი, ნუ რბილად რო ვთქვათ, იყო ტერორისტი, რომელზედაც არის ათეულობით ადამიანის სიცოცხლე მის პასუხისმგებლობაზე. მასზე იყო დაწესებული შეერთებული შტატების მხრიდან 10 მილიონიანი, ასე ვთქვათ, ჯილდო მის დაკავებაზე. ნუ აღიარებული იყო ტერორისტი და თვითონ ეს ორგანიზაციაც ჰაიათ თაჰრარ ალ-შამი ახლაც კი რჩება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, კი ეს ჯულანი ამოიღეს ეს 10 მილიონიანი ჯილდო მის დაკავებაზე, თუმცა თვითონ ორგანიზაცია რჩება ტერორისტულ წარმონაქმნად. აი, შეკითხვა მაშინ. ეხლა აი დასავლეთის რეაქცია მასთან მიმართებაში. დასავლეთს რა ინტერესი აქვს და ზოგადად აი ცოტა უცნაურად იქცევა ამ შემთხვევაში დასავლეთი რა. ან რაღაცა არ ვიცით, ყოშენ საჯაროდ, რატომ იქცევა ესე როგორც იქცევა. აი რა შეჭირდებოდა მისი აღიარება ეს ერთი და ეს რაღაც ნაკლები ბოროტების პრინციპი ხომ არ არის, რომ მოდი რა ვქნათ, სხვა არ არის და აღიაროთ ეს. ცოტა უცნაური არის დასავლეთის მხრიდან ესეთი ქმედებები, მაგრამ ამ ქმედებების უკან ისევე უნდა ვეძებოთ ვაშინგტონის და ისრაელის სურვილები, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ ამ ადამიანს. ანუ უცნაური გარდა იმისა, რომ ეხლა მაგალითად
ადამიანი აშკარად ტერორისტია და ტერორისტული დაჯგუფების ლიდერია. უბრალოდ ჯერჯერობით ის არ არის ლეგიტიმური ხელმძღვანელი, ხო? ლეგიტიმური ხელმძღვანელი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც ჩატარდება ქვეყანაში არჩევნები და გარკვეული საზოგადოება, ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი მას აღიარებს საკუთარ ლიდერად. მანამდე ის უბრალოდ რაღაც ორგანიზაციის ლიდერია, რომელმაც ამ ეტაპზე რაღაც გამარჯვებას მიაღწია, ხო? და იმ განცხადების ფონზე რაც გააკეთა, კიდე უფრო უცნაურად ჩანს ეს დასავლური ლიდერების ქმედებები, რომ მან თქვა, რომ მინიმუმ 3 წელი დაგვჭირდება ახალი კონსტიტუციის დაწერა და ნუ შემდგომ უკვე დავფიქრდებით არჩევნებს, ანუ მინიმუმ 4 წელი სირიაში არჩევნები არ ჩატარდება. ხო. ამ იმაზე ხო ეს დაახლოებით რაღაც ჯინაზე ქმედებას გავს ხანთას ვთქვათ რუსების ასე თუ პროტეჟე ასადის რეჟიმი დაემხო, რომელსაც 12 წელიწადია ასე ვთქვათ ყველა საგარეო პოლიტიკურ რეპორტში ახსენებდნენ, რომ ასადის რეჟიმი არის მიუღებელი, არ ვაღიაროთ სანქციები და შემდეგ, ნუ ეს შეიძლება ეს არის აი ამ საკუთარი 13 წლიანი პოლიტიკის წარმატების აღიარებისთვის გაკეთებული ნაბიჯები. რომ აი ჩვენ ვიბრძოდით ასადის რეჟიმის დასამხობად და აი მივახციეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა სწორი აღმოჩნდა და წარმატებული. შეიძლება შუთა აი ამთავრებთ ახლა დროც გვიმთავრდება და მოდი ესე ვთქვათ ის გავაანალიზოთ ვინ რა მიიღო. აი ამ პროცესში აი უფრო დღევანდელი მოცემულობით. ხა ეს რამდენადაა დასასრული ამ პროცესების ჯერ კიდევ საკითხავია, იმიტომ რომ ინფორმაცია იყო, რომ ის ასადის ჯარის შენერთები ჯერ კიდევ იბრძვიან და რაღაცა პუნქტებიც აიღეს. და ჯერ კიდევ არა იქ ისე საკითხი, რომ შეიძლება მშვიდობა ჯერ არ არის ახლოს, მაგრამ მოდი ახლა დღევანდელი აი ამ მოცემულობით. ვინ რა მიიღო, მოდი ესე ვთქვათ. დასავლეთს რაც თავიდან ქონდა ეს პოლიტიკა მიიღო თუ არა ეს განახორციელა თუ არა ეგ თავის ინტერესები თუ რაღაც სხვანაირი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ხო, მოდი ჯერ დავიწყოთ თვითონ ეს შიგნით პროცესები კი არის ესე ვთქვათ სირიული არმიის პატარ-პატარა დაჯგუფებები, რომლებიც წევენ წინააღმდეგობას, იმიტომ რომ იძულებულები არიან რომ ესე მოიქცნენ, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ არის ტოტალური რეპრესიები დაწყებული, ნუ ძირითადად გულისხმობ ალავიტურ უმცირესობას, ქრისტიანებს და ასე შემდეგ. მაგრამ მე დასაწყისში ვახსენე, სირია არის ერთ-ერთი ყველაზე სეკულარული არაბული ქვეყანა. ასეთი საზოგადოება რამდენად მიიღებს ახლა ალ-ჯულანის პოლიტიკას, ეს არის საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი. ნუ შეუძლებელია ახლა რაღაც დამასკოში ან ალეპოში მცხოვრებმა არაბმა რაღაც ან ჩადრი დაიხუროს და ან მაგალითად ჩამოვთვლი პატარა პოლიტიკებს, რაც უკვე ის განხორციელებას დაიწყეს. მაგალითად ალკოჰოლი უკვე აიკრძალა. ქალები და კაცების თავშეყრა ერთად უკვე აიკრძალა. მაგალითად ტრანსპორტში იყო მაგალითად კადრები, რომ ავტობუსში ბოლოში უნდა დასხნენ ქალები და მამაკაცები და საწყისში თავში მაგალითად სასკოლო კურიკულუმში უკვე შეიცვალა რომ მაგალითად საკუთარი სახელმწიფოსთვის თავის განწირვა ეს არის სიკველე, ეს სახელმწიფო ჩანაცვლა ღმერთით, ანუ ისლამიზაცია ხდება, ხო? ანუ თუ შენ ალლაჰისთვის გაწირავ თავს, ეს უკვე სიკველი არის. და ნუ როგორც ვახსენე, კიდევ ეს რეპრესიები უკვე დაწყებულია. ვინ რა მიიღო, ხო? ნუ აშკარად ეხლა რაც უნდა ჩვენ მოუვაროთ ამ თემას ირანმა და რუსეთმა გარკვეულწილად ასე ვთქვათ საკუთარი ნუ აქტივი დაკარგეს, ნუ შეიძლება არ იყოს ასე ვთქვათ კარგი აქტივი და ესეთი გამოყენებადი აქტივი, თუმცა ნუ რაც იყო ის იყო ეს დაკარგეს. ისრაელმა მიიღო ის რომ გარკვეული ვადით მისი უსაფრთხოება ჩრდილოეთიდან, ნუ ძირითადად გოლანის მიმართულებით უზრუნველყოფილი იქნა, ხო? ჩვენ ნახეთ რომ როგორც კი დაემხო ასადის რეჟიმი მეორე რამდენიმე დღეში მათ თუ სწორად მახსოვს 100-ულობით ავიარეისი განახორციელეს, რომ ეს თავდაცვითი სისტემები, საპორტო, ასე ვთქვათ, ფლოტი და ასე შემდეგ, ეს ძირითადად ესეთი მსხვილი შეიარაღება გაანადგურეს. ანუ სირიიდან საფრთხე ჯერჯერობით არ მოდის, ჯერჯერობით ვამბობ. შემდგომი შეიძლება 10 წლეული არ ვიცი. ასევე მათ მიიღეს რა? მათ სირიის ცაში შეუძლიათ თავისუფლად ოპერირება. აქამდე მათ არ შეეძლოთ, იმიტომ რომ არსებობდა ეს სირიის თავდაცვითი სისტემები, ხო, ძირითადად ეს სამასები იყო საბჭოთა წარმოების. ნუ ეს ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ირანზე,
სავარაუდო ოპერაციების შედეგად შეიძლება რაღაცაში დაეხმაროთ, თუმცა ესეც ვარაუდია და არა რაღაცა პრაქტიკული ბენეფიტი. თურქეთმა როგორც ვახსენე, კი მიიღო ეს ამხელა ქვეყანა მისი უშუალო კონტროლის ქვეშ გადავიდა, მაგრამ როგორც ვახსენე, ჯერჯერობით არის გარკვეულწილად ქაოსი, რომელიც რაში გადაიზრდება, რას წარმოქმნის ეს ქაოსი, ჯერჯერობით არავინ არ იცის, ხო? ხო, როგორც რაღაცეები იყო პროგნოზირებადი აქამდე, ვიღაცეებისთვის, რაღაც თვითონ რაღაც რეგიონით დაინტერესებული ანალიტიკოსებისთვისაც, ხო, ვიცოდით რა როგორ სირიის აი ასადის ხელისუფლების დასრულებამ თლიანად ჩამოშალა ეს პროგნოზირებადობა რა მოხდება. აი მაგალითად ჩვენ არ ვიცით ქურთების საკითხით. სადაც არის შეერთებული შტატების და თურქეთის ინტერესი ერთმანეთის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვიცით თვითონ აი სირიის ძირითად ტერიტორიაზე როგორ იქნება ეს ისრაელის და თურქეთის ინტერესი ერთმანეთთან. ანუ დიდი სიონიზმის იდეა დაეჯახა ოსმალეთის იდეას. ესენი როგორ გამართარდება არ ვიცით, ხო? თვითონ რა ბედიელის მაგალითად ჰეზბოლას აი შიიტურ კალს, ესეც არ ვიცით. ან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომელსაც დღეს ამაზე საუბარი ცოტა უადგილოა. მოკლედ, პირველ რიგში დიდი მადლობა. სირიის საკითხი არის ძალიან ჩახლართული საკითხი. ბევრს ცოტა თულად გასაგები, მათ შორის ჩემთვისაც. ვაღიარებ ამას. და იმედია რომ თქვენ დაგეხმარათ ეს გადაცემა იმაში რომ ცოტა გარკვეული ყავით ვინ არის ვის რა ინტერესები აქვს ყოველ შემთხვევაში მე ვიცოდით აი ინტერესები ვიცოდით დაახლოებით რეგიონულ ქვეყნებს მაგრამ შიგნით რა ძალებია როგორ ხდება უცვლად ეგეთი ცვლილებები აქ აი ძალიან კარგად ჩანს ჩემი აზრით რომ ყოველგვარი იდეალისგან დაცლილი რაღაც რეალ პოლიტიკა არის აი ცარიელი მაკიაველიზმი სადაც არანაირი იდეალი აღარ დარჩა და რასაც უამრავი ადამიანი ეწირება კვამინდა საამდე ესე დავსვოთ თქვა რომ 900,000 ადამიანი არის დაღუპული ცოტა მეტი და 6 მილიონი ადამიანი არის დევნილი 10 მილიონი ადამიანი არის დევნილი საკუთარ ქვეყნის შიგნით ხო შიდა დევნილი არის შესაბამისად საკმაოდ ძიმე იყო ეს სამოქალაქო ომი და რა შედეგი მიიღო თვითონ სირიამ ხა კითხვის ნიშნის ქვეშ არის განგრეული სახელმწიფო არაფერი კარგი ალბათ მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ყურადღებისთვის მოვალ შეხვედრამდე